ვაჟი ბრძოლას აი რო უყურებდი რა, ძალიან უცნაური იყო ისიც. ბიჭო, კადრი ესე იყო, რომ სულ ხედავდი სტრიკლენდს სახით და ხამძად ხედავდი კეფით რა. და რო უყურებდი რაღაც მომენტში, ანუ ჩანდა მარტო შონის სახე, რომ რაღაცა ცხვირი, გასისხლული რაღაც და რაღაც მომენტში რომ მოტრიალდა კადრი და ხამძატის სახე დავინახე და აი ეს 800 ჯები შუბლში და კაცი, ანუ დალურჯებული, გასიებული იყო რა. რაღაც კადრი იყო ისეთი, რომ თითქოს მარტო სიკლენდი ილახება თუ რაღაც ეგეთი. არა და ჭუბი იყო ბოდათ არ შემოbrunდა ეგ ყველაფერი რა. ძალიან აკადემიურად დაშალა ხამზადე რა, ძალიან აკადემიურად დაშალა ხამზადე. დაჟინებულო მოგრო ხამზადმა აი მაგარი გადაწყვეტილება მიიღო რომ არ ეჭიდაო, თორე ვაფაი ძალიან ცუდად იქნებოდა მის საქმე. სტრიკლენდი რაშიც არის პროფესორი, რაც მხოლოდ აქვს ელიტარულ მებრძოლს არის საკუთარი ენერგიის გადანაწილება 25 წუთზე. ანუ აი ეს თუ შენ არ გაქვს როგორც მებრძოლს, მაღალ დონეზე აფი არ გამოგივა რა. მე ვფიქრობ რომ ხამზატი მაგალითად თვითონ ბრძოლაში უშუალოდ არ გატყდა, როგორც ბრძოლაში გატყდა უბრალოდ თქო. ხოზე ხარა, ეს არ გატყდა რა. იმიტომ რომ გეგმა გადაალაგა რა, ახალი გეგმა ვიფიქრე რაღაც ახალი გააკეთა, მაგრამ ნუ სტრიკლანდმა აჯობა რა, მის ფუნდამენტი გეგმას აჯობა 10 თავით და გეგმა ბეს აჯობა 2 თავით კიდე ზევიდან რა. და მაგრამ ეს იყო სტრიკლანდის დღე, ღამე, რავი, დილას აღამო, ყველაფერი იყო და სტრიკლანდის მაგას აღამოს რა.